რადგან ეხლა ჩვენ საუკუნეში უკვე ცხოველების უფლებებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენი ცივილიზაცია მაინც უსასტიკეს დანაშაულებს, ისევ ომებს, ისევ ადამიანების ხოცვას აგრძელებს და გვაქვს რაღაც თითქოს კი არა უკვე მესამე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე ვართ. ხომ არ დავსვათ მეთქი კითხვა ჩვენს არა მარტო ჩვენს სალონში, არამედ საქართველოში, არამედ ზოგადად ისეთმა ადამიანებმა, როგორებიც დღეს შეკრიბეთ, საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები მინდა გითხრათ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც გააჩნიათ სამყაროსეული ცოდნა, მეცნიერული ცოდნა, რელიგიური ცოდნა, ასევე შთაგონებული ცოდნები. აი ესეთი ადამიანები ხომ და გაერთიანდნენ თეოსოფიური თარომითაც ესე იგი ქალბატონი ცირა არის დაინტერესებული და ანუ მე ერთ რიგით ადამიანს კითხვა გამიჩნდა რომ ხომ და გავერთიანდეთ ასეთი დიდი ცოდნის და ღრმა ცოდნის ადამიანები და ყველა მე ერთად ვიფიქროთ სამყაროს გადარჩენაზე და კაცობრიობა რომ დაღუპისკენ მიექანება რაიმე მექანიზმის შემუშავებას რომ ეს იყოს გაკეთილშობილების პერიოდისკენ ნაბიჯი არსად ესეთი რაღაც არ ჩანს და მე მინდოდა მეთქვა რომ აი ყველა ვინც რაიონში გაზდიხართ გინახიათ რომ ბავშვი რომელიც მოზარდობის ასაკში შედის 4, 5, 6 წელი და ოჯახში ან ქათამი, ან ღორი, ან საქონელი იკვლება პირველი პირის და მშობელს ეხვეწება რომ ეს არ ჩაიდინოს. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე ხილული სასწაული და სამყაროსეული ახსნა იმის რომ ჩვენ სამყაროში ღმერთმა მოგვავლინა ნამდვილად კეთილშობილი ბუნებით, ყოველგვარი ძალადობის და ძალმომროვების გარეშე. და მე ხომ არ აი ამ კითხვაზე მინდა და აი ამ კითხვას მინდა მოემსახუროს მთელი ეს შეკრებები რომ ხომ არ მოხდა რაიმე ხელოვნური ჩარევა ადამიანების ცნობიერებაში, ადამიანების კაცობრიობის მიმდინარეობაში. ხელოვნური ისეთი ჩარევა, რომ რაღაც აი ესეთი ტენდენციები გამოიწვია, რაც ხდება და რაც ყველა ლოგიკით არის არასამართლიანი ისეთმა სამყაროს შემოქმედება, სასწაული ინჟინერიით დაალაგა სამყაროს და კოსმოსის წესრიგი. ასეთი ლამაზი სამყარო გვაჩუქა, შეუძლებელია, რომ აი ამ სამყაროში ამ სისასტიკეს ჰქონდეს გამართლება და მე მინდოდა, რომ კითხვა დავსვათ და კითხვას გავცეთ პასუხი, ხომ არ არის ეს მაგალითად როგორც ჩვენ ადამიანები ვართ ღმერთის შემოქმედები, ესე იგი ღმერთმა შექმნა ადამიანი როგორც არის ნათქვამი, ხატად თავისა როგორც შემქმნელი, მაგრამ ჩვენ ხო ხანდახან ვიყენებთ რაღაც ჩვენს უნარებს სუდად. ხომ არ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ სხვა ცივილიზაციას რომელსაც ჩვენ ამ კაცობრიობაში ხანდახან კაცობრიობა ხან დემონს უწოდებს, ხან სატანას უწოდებს, აი ამ ცივილიზაციას, ჩვენზე გაცილებით დიდი უნარების მქონე ცივილიზაციას, რაიმე ზეგავლენა მოეხდინა